მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სოციუმი მარინა გოგოლაძესთან და გიორგი ორაგველიძესთან ერთად. დღეს ჩვენ ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე უნდა გიამბოთ. რამოდენიმე თვის წინ საქართველოში და მათ შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც დაინერგა შშმპ-ის პერსონალური ასისტენტის სერვისი. რაც ხელს უწყობს შშმპ-თა საზოგადოებაში უკეთ ადაპტირებას, მათი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას. დღეს ჩვენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაზე ვიმყოფებით და გვინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი შშმპ-ი, რომელიც უკვე სარგებლობს პერსონალური ასისტენტის სერვისით. ეს პიროვნება გახლავთ ვაკო ტეფნაძე. ვაკო ვაკო მარიცის ჩვენი სტუმრობის შესახებ. ვაკო გამარჯობა ვაკო, შეიძლება? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, ყველაფერი. ჩვენც კარგად მადლობთ. ესე მოულოდნელად დაგადექით თავზე, არ წინასწარ არ გაგავთ. არა უშავს. ვაკო, როგორ მიდის შენი ცხოვრება? ჩემი ცხოვრება მიდის ძალიან კარგად. და კაიო ასისტენტის დამყვება. ანუ იმის თქვა გინდა რომ უკვე ყავს შენ პერსონალური ასისტენტი, ხო? კი ბატონო. ძალიან კარგი. ვიდრე პერსონალური ასისტენტი მოვა და მას გავესაუბრებით, მანამდე შენ მინდა ვაკო გკითხო. როგორი იყო შენი ცხოვრება, შენი ყოველდღიურობა პერსონალური ასისტენტის სერვისის შემოღებამდე და როგორია დღეს? რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა? რა გაუმჯობესდა? ძალიან კარგად არის კაი. როცა ოჯახი წებს რაღაცა ჩემთვის და მუშაობა დავიწყე. მუშაობაც დაიწყე? კი. ყოჩახ, სად დაიწყე მუშაობა? ხის მასალი რაღაცებს გავაკეთებ ხოლმე. ეს სოციალური საწარმო რო გაიხსნა. ხო, ეგ მარ მუშაობთ ჩვენა. და ხის მასალისგან ამზადებთ სათამაშოებს და რაღაც ნივთებს, ხო? კი. შენ ხელფასიც გექნება. კი, მა. ძალიან კარგი. ყოველ დღე მოდის შენთან ასისტენტი და რაში გეხმარება ძირითადად რომ გვითხრა? აი, ჩასმაში, ბოტას ჩასმაზე, შნუიკების შეყვაში. ძალიან კარგი. და წვენი გადაცმაში. მაინდა და იმის შოდგეს. ანუ რაც გჭირდება ძირითადად დახმარება, რაშიც კი ბატონო. გჭირდება. ლელა არის ასისტენტი, მე დიდი მადლობა რომ ფეხსაც მასმებს და ყველაფერს და მეტი არაფერს. და აი შენი ასისტენტი შემოგვიერთდა და გამარჯობა, მოგესალმებით. რამდენი ხანია რაც ასისტენტი ხართ უკვე? მეოთხე თვე დაიწყო. მეოთხე თვე. რატომ გადაწყვიტეთ რომ ამ სერვისში ჩართულიყავით? რა იყო ამის მიზეზი? პროფესიით ვარ ექთანი. სურვილი გამიჩნდა რომ დავხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. გურამ გოგოლაძის დახმარებით გავიარე ტრენინგები ქალაქ გურჯაანში. გამოცდაც ჩავაბარე და ერთ კვირაში სერტიფიკატიც მოგვივიდა და მოგცეს უფლება რომ მე მემუშავა პერსონალურ ასისტენტად. მეზობელია ვაკო ჩემი. და ოჯახმაც სურვილი გამოთქვა, დიდად სასიამოვნოდ მიმიღეს, რომ მე ვაკოს დავეხმარებოდი ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში, პირად ჰიგიენაში და ყველაფერი, რაც კი ვაკოსთვის იქნებოდა საინტერესო და სასარგებლო. ძირითადად რაში ჭირდება თქვენი დახმარება? ვაკოს ძირითადად ჩემი დახმარება ჭირდება, საერთოდ აქტიურია და მოძრავია.
ჭირდება უფრო მეტად მეცადინეობთ, ხატავთ, წერთ, ვერთობით რაღაც საინტერესო თემებს განვიხილავთ, რომელიც ვაკოს ეს ძალიან სიამოვნებს. ხშირად ვიცინით, ვსეირნობთ. ვაკომ აღნიშნა ჩვენთან საუბარში, რომ მუშაობაც დაიწყო და სოციალურ საწარმოში მუშაობს, აქვს უკვე თავისი ხელფასი, გარკვეული თანხა აქვს ყოველთვიურად და ამზადებს ხისგან სხვადასხვა ნივთებს, სათამაშოებს. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, ვიდრე თქვენ გახდებოდით ვაკოს ასისტენტი, მანამდეც იყო ამ საქმიანობაში ჩართული თუ უბრალოდ პერსონალური ასისტენტის სერვისმა შეუწყო ხელი ვაკოს უკეთ ადაპტირება საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, კი, პერსონალურმა ასისტენტმა შეუწყო ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად დავდივართ საწარმოში, ნამდვილად ძალიან კეთილშობილური საქმეა ეს საწარმო. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ვაკოს ძალიან უხარია ის დღე, როცა საწარმოში მოდის სამუშაოდ. მართლაც მე თვითონაც ძალიან დაინტერესებული ვარ და მომწონს, იმიტომ რომ მართლა საინტერესო და ძალიან ლამაზ ნაკეთობებს აკეთებენ ხისგან და ძალიან კმაყოფილი ვარ. მეც და ვაკოც, რა ვიცი, ისეთი აღფრთოვანებულია და ისეთი გახარებულია მაგ დღეს, რომ აი არ ვიცი, სიხარულით, ემოციებითაც კი გამოხატავს ძალიან ხოლმე სიკარგეს. თქვენ როგორც უკვე პერსონალური ასისტენტი, რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის? ნამდვილად აუცილებელია, მე ესე ვთვლი, შშმ პირს აუცილებლად ჭირდება პერსონალური ასისტენტი. ნამდვილად ჭირდება. რა ვიცი, ჩემი აზრი ასეთია და თვითონ ოჯახის წევრებიც აი ძალიან კმაყოფილი არიან. რომ მე მოვდივარ ყოველდღიურად და ვაკოს ასისტენტი ვარ. ვაკო, როგორც ვიცი, ახლა აპირებ შენ სოციალურ საწარმოში წასვლას. კი, უნდა წავიდე. ჩვენც რო შენთან ერთად წამოვიდეთ შეიძლება? წავედით. კი ბატონო, წავედეთ. ახლა გადავინაცვლოთ სოციალურ საწარმოში, სადაც ასევე შშმ პირები არიან დასაქმებული და ხისგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს. მოგემოხდებით მუნიციპალურ ტრანსპორტში, რომელიც უკვე წელია ლაგოდერის მუნიციპალიტეტში დადის, სხვადასხვა მიმართულებით და უფასოდ იმსახურება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ვაკო, საგვიდივართ სწორედ. ჩვენ მივიდეთ ახლა საწარმო. სოციალურ საწარმოში. კი, ანუ შენ სამსახურში. კი ბატონო. შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა სოციუმი და ჩვენ ახლა გადმოვინაცვლეთ სოციალურ საწარმოში, სოციალური საწარმო მენდე, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გაიხსნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებული. მათთან ერთად მუშაობს უკვე ჩვენი გადაცემის გმირი ვაკო ტეფნაძე. მოდით ახლა შევიდეთ, ვნახოთ რა საქმიანობენ შშმ პირები და აქვე გავესაუბროთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს გურამ გოგოლაძეს. გამარჯობა. გამარჯობა გურამ. როგორ ხართ? მადლობა, კარგად, როგორ გამდო? კარგად, მადლობა. რამოდენიმე თვის წინ შეიქმნა სოციალური საწარმო მენდე. რა იყო შექმნის მიზანი
და რა შეგიძლია გითხრათ, ვისი იდეა იყო, ვინ დაგეხმარათ იდეის განხორციელებაში? სოციალური საწარმო მენდე დაარსებული არის IP ერთაცვლებებისთვის ორგანიზაციის მიერ, რომელ ორგანიზაციასაც წარმოადგენთ ჩვენ. ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე. საწარმოს იდეაც მომდინარეობს იქიდან, რომ შშმ თემის მხარდაჭერა, გაძლიერება მქონდა მიზნად. მიზნის განხორციელებაში და იდეის განხორციელებაში დიდი მხარდაჭერა მიუძღვის ადგილობრივ თვითმმართველობას. ძირითადად რა საქმიანობს ეს საწარმო, რა საქმიანობა ხორციელდება? სოციალური საწარმო მენდე ხის განმავითარებელ სათამაშოების აწარმოებს, სადაც დასაქმებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ვაწარმოებთ განმავითარებელ სათამაშოებს. როგორც ვაკობ გითხრა, ვაკოც დასაქმებული ამ საწარმოში. და ვაკოც დასაქმებული არის, ვაკოს გარდა კიდე 7 ადამიანი არის დასაქმებული და აქტიურად მივყვებით ვაწარმოებთ სათამაშოებს, ვაწარმოებთ სხვადასხვა სუვენირებს და წინ კიდე ბევრი იდეები და გეგმები გვაქვს განსახორციელებელი. ძალიან კარგი, მინდა წარმატებები გისურვოთ. ახლა კი მოდით გადავიდეთ უკვე უშუალოდ პერსონალური ასისტენტის სერვისზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, მათი განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის. დავიწყოთ, რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? პერსონალური ასისტენტის სერვისი 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებს აქვთ ვალდებულებაში, რომ ეს სერვისი მიაწოდონ თავიანთ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შშმ პირებს. არის დღესაც, იანვრიდან დღემდე არის გასული მე-9 თვეა დღეს უკვე, თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა ეს სერვისი. ლაგოდეხში დავიწყეთ ეს სერვისი, ივნისის თვეში იყო პირველი ივნისის თვიდან დავიწყეთ უკვე აქტიური მუშაობა, მანამდე მოვანდომეთ რეგისტრაცია და კადრის შერჩევა, გადამზადება და რეგისტრაცია. დიდი წვლილი მიუძღვის ამ კუთხითაც ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ საოფისე ფართი გამოგვიყო და ხარჯს გვიჭერენ დღემდე. რამდენი ადამიანი სარგებლობს უკვე აღნიშნული სერვისით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში? ამ მომენტში სარგებლობს 5 ადამიანი სერვისით და ყავს ასევე მომლოდინეები, მომლოდინეთა სია არის გაკეთებული და ახლო მომავალში ახალი კვირიდან ვიწყებთ კადრის გადამზადებას და შესაბამისად ლიმიტის გაგვეზდება და დავიწყებთ უფრო მეტ მასშტაბზე გასვლას. რას ნიშნავს პერსონალური ასისტენტი? რა ფუნქცია მოვალეობები აკისრია საზოგადოებისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს, რომ გაგვიმარტო ამის შესახებ? პერსონალური ასისტენტი შშმ პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი არის. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა ხდება ამ სერვისით. მაგალითისთვის რო ვთქვათ, ნახეთ, შშმ პირი, როცა რომელი ადამიანის დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, დაჭირდება ხარდამჭერი დამხმარე ადამიანი, ხშირ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრს დრო არ აქვს, ვერ ახერხებს შშმ პირი თავის მიზნის განხორციელებას. ან ოჯახის წევრმა უნდა გამონახოს, რომ დაეთხოვა სამსახურიდან, თავის საქმეს აუშვას ხელი და დაუჭიროს მხარი ოჯახის წევრს. აი ამ სერვისით კი ოჯახის წევრი თავის საქმეს აღარ მოწდება და არ უწევს სამსახური და გათავისუფლება, ასისტენტს აქვს გაწერილი თავის სამუშაო გრაფიკი და ასისტენტი და შშმ პირი ერთობლივად ადგენენ ამ სამუშაო განრიგს, კვირის განრიგს და მთელი კვირის განმავლობაში მხარდაჭერა აქვს უკვე ასისტენტიდან შშმ პირს და დამოუკიდებელი ცხოვრების პროცესი არის უკვე, რომ ოჯახის წევრებიდან დამოუკიდებლად მოქმედებს შშმ პირი. რა პროცედურები უნდა გაიაროს შშმ პირმაც, რომ მიიღოს ასისტენტის სერვისი და ასევე რა პროცედურები უნდა გაიაროს პიროვნებამ, რომ გახდეს ასისტენტი, პერსონალური ასისტენტი. შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი ქსეროასლი არის საჭირო, იუსტიციის სახლიდან საინფორმაციო ბარათი არის საჭირო, რომ ნამდვილად რეგისტრირებული არის მუნიციპალიტეტში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა ან მოწმობა.
ეს დოკუმენტები ჩაბარდება ადგილობრივ თვითმმართველობას და მიმართვა გაიგზავნება შეფასებაზე ეკიპს. შეფასებაზე შეფასდება ადამიანი და რეგულარული ასისტენტი ჭირდება სპეციალიზირებული ეკიმი დადებს ამ დასკვნას. ამის შემდეგ მერიაში რო გადმოიგზავნება შეფასების ფურცელი, გაიცემა ვაუჩერი. ახლა ასისტენტის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ვაკანსიები, ვაკანსიას ვაცხადებთ ხოლმე, შევარჩევთ კადრის სასურველია იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს შეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, რომ მის მხარდაჭერა შეეძლოს, იცოდეს მასთან ურთიერთობის და მიმართვის ტერმინები და შესაძლებლობები ჰქონდეს. ამის შემდეგ გავუშვებთ ტრენინგებზე, ორკვირიანი ტრენინგები იმართება და ტრენინგების შემდეგ სერტიფიკატი როცა დამზადდება, გადაეცემა სერტიფიკატი და აი სერტიფიცირებული ასისტენტი უკვე მიაწვის სერვისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ვისაც ექნება ვაუჩერი. ანაზღაურებას რაც შეეხება, ვისგან ხდება ანაზღაურება? ანაზღაურება ხდება ჯანდაცვის სამინისტროდან დელეგირებული თანხა არის და მუნიციპალიტეტში წარმოადგენთ ანგარიშებს და მუნიციპალიტეტი გვირიცხავს შემდეგ. ხო, არის საათობრივი ანაზღაურება. ძალიან კარგი. სხვა რა შეგიძლიათ კიდევ რომ დაამატოთ, თუ რამის დამატება გინდა და შემდეგ უკვე გადავიდეთ ნაკეთობებზე. დიდი სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ ჩვენს მიერ შექმნილ სათამაშოებს და რა ვიცი, წინ ძალიან ბევრი იდეები გვაქვს და გეგმები გვაქვს, ასე რომ გვესტუმრეთ კიდევ და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. დიდი მადლობა. ჩვენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ გოგოლაძე გვესაუბრებოდა და როგორც კადრში ხედავთ, ვაკო უკვე შეუდგა თავის საქმეს, ვაკო მუშაობს. მოდით ახლა დავათვალიეროთ თუ კონკრეტულად რას აკეთებს ვაკო? ვაკო. აბა რა სამზადებ გითხარი? ვამზადებ სათამაშოს, რომ გამოფენაზე გავიტანოს. გამოფენაზე უნდა გაიტანო? ეს საინტერესოა ძალიან. რაღაც საინტერესო. სხვა რაღაც არის რა, კაი რაღაც. არ გვეტყვი? სახელი არის მაგის. კარგი. კარგი ვაკო, მოდით ახლა სხვა სათამაშოები დავათვალიეროთ, ნაკეთობები უფრო სწორად. აი ეს სათამაშოები არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული. პიკნიკის მაგიდა არის ეს ჩემოდანი მაგიდა, რომელიც გასვლის შემთხვევაშიც გაიხსნება მაგიდა და 4 პატარა სკამი არის ჩადებული შიგნით. და რა ვიცი, კიდევ მუშაობს ბევრ სხვა დიზაინზე და სხვა სათამაშოებზე. გაყიდვებს არ აკეთებთ? გამოფენა გააკეთებთ? რა თქმა უნდა, გამოფენა გაყიდვებს გვექნება, უბრალოდ ჯერ აქამდე არ ქონდა, რომ მოგესწრებათ ახალი დაწყებული გვაქვს და აუცილებლად გვექნება გამოფენებით და გაყიდვებიც. ემზადებით ახლა ჰერეთობისთვის. ანუ ჰერეთობაზე თქვენი საწარმო მიიღებს? აუცილებლად იქნება, კი. ჩვენი გადაცემის დასასრულს მინდა კიდევ წარმოგიდგინოთ ერთი სტუმარი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში დროის დათმობისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით მარინა, მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობა მინდა გადაუხადოთ თქვენს მსმენელს, მაყურებელს დაინტერესებისთვის და ამ ჩართულობისთვის. ქალბატონო ნინო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა სოციუმი ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტის შემოღება, სერვისის შემოღებას, რომელიც უკვე რამოდენიმე თვეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ვიცით რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის დიდი ჩართულობით და მხარდაჭერით და ხელშეწყობით მოხდა სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღნიშნული სერვისის დანერგვა.
კი ბატონო, ვისაუბროთ, ეს არის საკმაოდ საინტერესო და ახალი სერვისი არა მარტო ლაგოდიხის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ზოგადად, ამ სერვისთან დაკავშირებით მსჯელობა აქტიურად დაიწყო 2025 წლის 1 იანვრიდან, მას შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო ნორმა ამოქმედდა და რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ყველა იმ პროცედურულ და სამართლებრივი საკითხის მოგვარებაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმასთან, რათა საკანონმდებლო ნორმებთან მოვსულიყავით შესაბამისობაში. შემუშავებული არის დღეს უკვე საკრებულოს მხარდაჭერით შესაბამისი დადგენილებები, რომელიც პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას არეგულირებს და დღეს მდგომარეობით უკვე ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტში საბედნიეროდ პროვაიდერი ერთად ცვლილებებისთვის, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და შესაბამისად ვახორციელებთ უკვე სერვისის მიწოდებას. დღეს გვყავს 5 ბენეფიციარი, რომელსაც აქტიურად მივაწოდებთ ამ სერვისს. მასზე ხორციელდება ყოველთვიური მონიტორინგი ამ სერვისის მიწოდებაზე და ასევე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სერვისის მიწოდება აქტიურად მიმდინარეობს და მომხმარებლები, ანუ ბენეფიციარები ამ სერვისის მიწოდებით არიან კმაყოფილები. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს სერვისი არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება და შესაბამისად, ამ დაფინანსებას ჩვენ ვიღებთ სახელმწიფოსგან მიზნობრივი დაფინანსების, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ჩვენს პროვაიდერთან ერთად, რათა გაიზარდოს, ასე ვთქვათ, არეალი და საჭიროება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში გაცილებით ბევრ ადამიანს უდგა და შესაბამისად, გაიზარდოს ბენეფიციართა რიცხობრივი მაჩვენებელი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. თავისი მნიშვნელობით ეს არის უმნიშვნელოვანესი სერვისი, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აძლევს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გამომუშავების შესაძლებლობას და ასევე მათი სოციალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, რადგანაც სახელმწიფოსთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის და არა მარტო ეს სერვისი სახელმწიფოში და მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პროგრამა ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ასე ვთქვათ, ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს, ესეც ერთ-ერთი მათგანია, რომ ჩვენი საჭიროების მქონე პირები იღებდნენ მხარდაჭერას სახელმწიფოსგან და მუნიციპალიტეტისგან და უფრო მეტად იყვნენ სოციალიზირებული საზოგადოებაში და უფრო მეტად შეძლონ მათ დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელება. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით განხორციელდა, პირველად ლაგოდეხში გაიხსნა სოციალური საწარმო მენდე. რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ ჩავწერეთ ბენეფიციარები, რომლებიც დავნახეთ, როგორ ამზადებდნენ ხისგან ეკოლოგიურად სუფთა ხის ნაკეთობებს. კი ბატონო, ესეც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი. შეიძლება ითქვას, იმ ძირითადი მიზნის გაგრძელება, რომელიც უკვე ვისაუბრე, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალიზაციის საკითხს უკავშირდება. ეს პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში. მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამა, რაც გულისხმობს სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსებას და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გასულ წელს მოხდა საპროექტო განაცხადის შემოტანა, რომელიც ძალიან საინტერესო იყო თავისი შინაარსით და გულისხმობდა ხის განმავითარებელი სათამაშოების შექმნას და ამ პროექტის უნიკალურობა იქიდან გამომდინარეობდა, რომ უნდა დასაქმებულიყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის იყო მისაღები და საინტერესო აქტივობა. ერთი არის, რაზეც უკვე ბევრჯერ გავამახვილე ყურადღება
შშმ პირების სოციალიზაცია, ხოლო მეორე არის მათი რეალიზება საზოგადოებაში და საკუთარი ფინანსების ქონა, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს. ხოლმე აქედან გამომდინარე მოწონებული იქნა პროექტის იდეა 10,000 ლარის ფარგლებში დაფინანსდა, ასევე ამ ორგანიზაციას გამოეყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ 2 წლის ვადით აქვთ გამოყოფილი და ხოლო ის თანხა, რომელიც დაფინანსების ფარგლებში მიიღეს, მთლიანად მოხმარდა როგორც ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესებას, ასევე საჭირო ინვენტარის შეძენას. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს საწარმო არის უკვე ფუნქციური, იქ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმებული და მათ საშუალება აქვთ უკვე საკუთარი თავი წარმოაჩინონ საზოგადოებაში და საკუთარი ნაწარმის რეალიზება მოახდინონ. ხო, ახლოს ხანში აპირებენ, როგორც მათ გითხრეს, გამოფენა გაყიდვის მოწყობას. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია ეს და სწორედ აი მთავარ მიზანს, რომელზეც უკვე გავამახვილე ყურადღება, ორივე მიზანს ფაქტობრივად უსვავს ხაზს ამ საწარმოს არსებობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თქვენ ახსენეთ პირველი საწარმოა და იქნება კიდევ დაინტერესება სხვა პირებისგან, სხვა ორგანიზაციებისგან და მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ყველა ესეთი კარგი იდეისა და ინიციატივის მხარდაჭერას. აქვე არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს, რომ ლაგოდეხს აქვს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ასევე ადაპტირებულია სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ეს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება მთლიანად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. და ვიდრე დავაცრულებ ჩვენს გადაცემას, აქვე რომ გითხრათ სამომავლოდ კიდევ რა გავთ, რა გეგმები გავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ვიცი რომ ძალიან ბევრი პროექტი გავთ კიდევ ჩაფიქრებული, რისი გამხელაც ამ ეტაპზე შეიძლება. მეც გამოვეხმაურები მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობას, ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის ასე ვთქვათ აქტიური პროცესებით. დღეს უკვე მუნიციპალიტეტში გვაქვს ადაპტირებული ტრანსპორტი, რაც არა მარტო შშმ პირების ტრანსპორტირებას, რა თქმა უნდა, საზოგადოების ტრანსპორტირების საკითხს უზრუნველყოფს და წყვეტავს და აქვე არის მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ტრანსპორტი არის დღეს უფასო და შეუძლიათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილდნენ თავისუფლად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ამაში დამატებითი ფინანსური რესურსების დახარჯვა არ მოუწევთ. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მე როგორც აღნიშნე, ჩვენი გუნდისთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ მხრივ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ წლიდან წლამდე ხდება აი ამ პროგრამების დამატება, გამრავალფეროვნება და მუნიციპალიტეტში ასევე არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელიც ასეთი სექტორშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ამ საბჭოს შემადგენლობაში შემოდიან არა მარტო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, არამედ თვითონ თემზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ საბჭოს ფორმატში მოვიკვლიოთ ხოლმე რა საჭიროებები, რა რეალური საჭიროებები აწუხებთ შშმ პირებს, რაც შემდეგ გვაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება მუნიციპალიტეტში, მათ საჭიროებებზე იყოს მორგებული და ადაპტირებული. აქედან გამომდინარე, გვექნება რა თქმა უნდა გარკვეულწილად სიახლეები. ეხლა მე ამ კონკრეტულად ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველა პროგრამა შემუშავებული იქნება სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებიდან გამომდინარე. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, საუბრისთვის, მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მეც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს და თქვენს მსმენელს. მადლობა.
ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა სოციუმი დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გადაცემაზე მუშაობდნენ მე ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე და ჩემი ოპერატორი, რომელიც ყოველთვის კადრს მიღმა არის გიორგი ორაგველიძე. მომავალ შეხვედრამდე.